მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, უпростоრად მოდი ასე ვთქვათ, ქრისტიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი არის ის, რომ იგი რელიგიას გაცდა. რა არის რელიგია როგორც ასეთი? ეს არის ადამიანის ცდელობა დაამყაროს ღმერთთან კავშირი და ამისათვის იყენებს იურიდიულ ნორმებს და იურიდიულ წესებს. ანუ მე ვიცი რომ შენ ხარ და მე რომ კარგად ვიყო, მე შენგან წამოსულ ცნებებს, წესებს, კანონებს შევასრულებ და თუ შევასრულებ სწორად, მაშინ მე მეკუთვნის საჩუქარი შენგან და თუ ვერ შევასრულებ, მაშინ მე მეკუთვნის სასჯელი. ამაზე აგებული მთელი იუდაიზმი, ამაზე აგებული მთელი ისლამი. სამწუხაროდ კათოლიციზმის და პროტესტანტიზმის ამას დაეფუძნა. მართლმადიდებლობა არის აბსოლუტურად უნიკალური. მართლმადიდებლობა ეხლა უბრალოდ ამის დრო არა გვაქვს, საერთოდ თავდაყირა აყენებს ამ პოზიციას. თავდაყირა აყენებს, თავად ქრისტეს სახარებაში თავდაყირა აყენებს. ჩვენ ხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც სწორად ცხოვრობდნენ, რელიგიური და ზნეობრივი თვალსაზრისით, ისინი ქრისტეს კლავენ. ხოლო და ამას ქრისტეს საყვედურს ეუბნებოდნენ, მეძავნი და მემრუშენი და მეზვერენი მოგდევენ შენ და მათენთან ჭამს, სვავ, ცოდვილებთან შენ ვინახარ საერთოდ. ქრისტე რო კვდება, მას გამოაქვს განაჩენი კაცობრიობისათვის, როგორც მოსამართლეს. ეს განაჩენი არის განსაცვიფრებელი. ყველაზე საშინელი ცოდვილი ადამიანები, რომლებიც ქრისტეს კლავენ, რომელიც მის ჯვართან არიან, რომლებიც არ ნანობენ ყოველ შემთხვევაში ჯერ, ანუ მოუნანებელ, ცინიკურ, კვლელებრივი სულით ახსილნი ქრისტეს კლავენ, ქრისტე მათთვის როგორც მღვდელთავარი მეოხია და ამბობს, ზეციურ მამას ეუბნება, მიუტევე რამე თუ არ იციან რას აკეთებენ. ამან შეძრა, აი ამ სიყვარულმა შეძრა ადამიანი, რომელსაც ცუდისმეტი ცხოვრებაში არ უკეთებია და ამ ყოვლის მომცელმა უსასრულო სიყვარულმა ავაზაკის გული გაადნო, დაარბილა და ავაზაკი პირველი შედის სამოთხეში. სად არის აქ სამართლიანობა? და ერთ-ერთი წმინდა მამა პირდაპირ ამბობს, რომ თუ არ ვცდები ისააკ ასური, ყოველ შემთხვევაში ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ბევრი ღვთისმეტყველი მერე იმეორებს, იმიტომ რომ სულია ქრისტიანობისა, ღმერთი არ არის სამართლიანი. იგი არის სიყვარული, იმიტომ რომ ღმერთი რო სამართლიანი იყოს, ეს წმინდა მამა ამბობს, პირველ რიგში მე აღმოჩნდებოდი მის გარეშე ჯოჯოხეთში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იურიდიული სული ებრძვის ქრისტიანობას. იურიდიული სული გაბატონებულია დღეს ჩვენთან მართლმადიდებელ ეკლესიაში და აი ეს არის ერთ-ერთი მიზეზი კიდევ იმისა, რომ ანგრევს ჩვენს ეკლესიას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იურიდიული სული. მე კარგი ბიჭი ვარ და ქულებს დავიწერ და საჩუქრებს მივიღებ, მე ცუდად მოვიქცევი და დავისჯები, მე სულიერად ცხოვრობ სამოთხისეული ფუფუნების იმედით ან ჯოჯოხეთის შიშით, ასეთი სულისკვეთებით ვერასოდეს ვერ დაინახავ ქრისტეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მსგავსი შეიმეცნება. ქრისტე ჩვენგან საერთოდ სხვა რამეს ითხოვს. ნუ რას ითხოვს? ეხლა კიდევ მეორე ძალიან საინტერესო თემებია ეს, მაგრამ პავლე მოციქული მოკლედ ამბობს, ქრისტიანი ხდება ახალი ქმნილება. აი ეს არის ხოლმე ეს საცდური ადამიანი ეკლესიაში მოდის და ვეკითხები რატომ მოხვედი? ნუ რატო რომ ზოგი ანგარებით ფიზიკურ ანგარებას თავი დავანებოთ. ჯანმრთელობა, რაღაც პრობლემების მოგვარება რაღაც. არის სულიერი ანგარება. მე სიმშვიდი არ მაქვს, მინდა მშვიდად ვიყო. მეუბნები ესეც ანგარება. განა ღმერთი არ მოგცემს. მაგრამ მიზანი ეს არ არის. გესმით, ეს არის თამდევი შედეგები. თამდევი შედეგი. აი მაგალითად, ცოტა ისეთ მიწიერი შედარებაა, რომ ბიჭს უყვარს გოგონა ახალგაზრდას და ეუბნება რომ გამოყევი ცოლა და რატო? და გოგონა ელოდება რომ მე შენ მიყვარხარ უთხრას. და უსე ბიჭი ეუბნება რომ შვილები მინდა. და მაშინ ეს ხალი ვინ არის ვერ გავიგე. შვილები გინა კარგია, განაცუდია და სიყვარულს შვილები მოყვება, გასაგებია შვილები ქორწინების ناقოფია, მაგრამ შენ რო გოგონას ეთყვი რომ იმიტომ მომყავხარ ცოტა და შვილები მინდა და შენ უბრალოდ საშუალება ხარ, ამ წარმოგიდგენიათ, აი მსგავსი რაღაც. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდეთ სწორი დამოკიდებულება სულიერ სამყაროში, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს, რომ აი ამ ანგარებიდან გამოვიდეთ, აი ამ ღმერთთან ურთიერთობის აი ამ ფორმიდან და სანამ ეს იქნება და სანამ ადამიანი ანგარებით არის სიმშვიდე მინდა, რაღაც პრობლემების მოგვარება მინდა, მანამ ადამიანს აქვს პრობლემა სულიერ ცხოვრებაში. აქედან უნდა გამოვიდეს, მაგრამ ეს არც ისე იოლია, თუ მას არ ექნება სწორი ხედვა სარწმუნოებრივი.